წინასაარჩევნო პერიოდის პირველი და ზოგადი შეფასება კამპანია შენგეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს და დიპკორპუსს ქვეყანაში არსებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას უგზავნის. არასამთავრობოთა ერთი ნაწილის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებული ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. სერიოზულ ბრალდებათა მთელი ნუსხა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულობებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება შეეხება ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ეშენგეხებას წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მედიაში არსებულ პრობლემებზე და აუდიტის სამსახურის მიერ ათეულობით პირის დაჯარიმების ფაქტზე და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე. უამრავი განცხადება გაკეთებული, უამრავი მიმართვა, უამრავი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი და მეტნაკლებად თანაბარი მაინც მაშინ მონაწილე პარტიებისაც ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიყო. ჩვენ იძულებული ვართ უკვე მიმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სადამკვირვებლო მისიებს, იმ წინადადებები და იმ შენიშვნებით რაც გვაქვს და ვითხოვთ მათგან, რომ მათ დააფიქსირონ ქვეყანაში არსებული რეალური წინასაარჩევნო ვითარება. საარჩევნო გარემო და ზოგადად ხელისუფლების ორგანოების საქმიანობა არის არ ხორციელდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, რასაც უკვე ძალიან ცალსახად ვხედავთ, არის განსაკუთრებული აქცენტი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის არაადეკვატურ და ძალიან მძიმე და ძალიან ინტენსიურ დაჯარიმებებზე და სანქციების გამოყენებაზე, მაშინ როდესაც ასეთივე რეაგირებებს ჩვენ ვერ ვხედავთ, როდესაც დარღვევები მომდინარეობს მმართველი გუნდის მხრიდან, სამწუხაროდ ამ პოზიციას იზიარებს როგორც წესი სასამართლო.